თავი არ მინდა მოგაწყინოთ ამ ძალიან მოკლე ინფორმაციას მოგაწოდებთ, მაგრამ ეს ფიქრობ ასევე ძალიან საინტერესოა, რადგან აქამდე ჩვენ არ ქონია ამის შესაძლებლობა, რომ ეს მცირე მასშტაბის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გამეკეთებინა. თუმცა თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ინტერესი შიჰანის მონასტრის მიმართ ჯერ კიდევ 1973 წლიდან არის ძალიან გააქტიურებული, როდესაც ქალბატონმა ელენე მეტრეველმა ხელნაწერებისა და მინაწერების საფუძველზე ივარაუდა შიჰანის მონასტრის არსებობას სწორედ იორდანიის ტერიტორიაზე, რადგან ასეთივე სახელწოდების ბორცვი არის სირიაშიც. და მისი დასკვნა იყო, რომ დიდი ალბათობით ეს უნდა ყოფილიყო იორდანიის ტერიტორიაზე არსებული შიჰანის მთა, შიჰანის მონასტერი. თუმცა იქვე მიუთითებდა, რომ ამისი საბოლოო გადაწყვეტა მოხერხდება მას შემდეგ, რაც არქეოლოგიური გათხრები დაიწყება და თქვენ იცით, რომ ქალბატონ ელენეს ჰქონდა 1975 წელს საშუალება, რომ ჩასულიყო და ენახა თავისი თვალით, შემდეგ ბატონი გურამ გრიგოლია იყო ჩასული, გურამ გრიგოლიამ ნახა და ამის შემდეგ იყო 2019 წელს ჩასული დიდი ჯგუფი, სააგენტოს დიდი ჯგუფი სპეციალისტების, რომლებმაც რეალურად შეათანხმეს ყველაფერი სამუშაოების დაწყება, მაგრამ სამწუხაროდ კოვიდმა ჩაშალა ეს ყველაფერი და ამიტომ ამ სამუშაოების დაწყება შესაძლებელი გახდა მხოლოდ ეხლა 24 წელს. ახლა მოკლედ მოგახსენებთ მდებარეობის შესახებ. სამწუხაროდ უკეთესი ფოტოების გადაღება არ მოხერხდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შიჰანის ეს ბორცვი მდებარეობს ისრაელის საზღვართან ახლოს 40 კილომეტრი არის სულ დაშორება და როდესაც აქ ჰქონდა მცდელობა, სად არის საბას ჰქონდა მცდელობა, რომ ეს გადაგვეღო, დრონით გადაგვეღო, როგორც კი დრონი ავიდა 3-4 მეტრის სიმაღლეზე, მაშინვე ჩამოაგდეს ისრაელის სპეცსამსახურმა გათიშა პროგრამულად შევიდა გათიშა ეს. ასეთივე ბედი ეწია Total Stations, რომლითაც ზუსტი კოორდინატები უნდა აგვეღოს, როგორც კი ამუშავდა Total Station-ი, ისრაელის უშიშროებამ ისიც გათიშა. ამიტომ რიშის შესაძლებლობაც არის ეხლა, აი ეს რასაც ხედავთ ჯერჯერობით ეს არის, თუმცა ჩვენ გვაქვს ურთიერთობა აკორთან, აკორი არის ამერიკული ორგანიზაცია, სამეცნიერო ორგანიზაცია, რომელიც იორდანიის ტერიტორიაზე ახორციელებს არქეოლოგიურ სამუშაოებს და იმად გააკეთეს უკვე გადაღება და ალბათ ცოტა ხანში მივიღებ შედეგებს და უფრო უკეთესი პრეზენტაციის საშუალება გვექნება. ეს არის ბორცვი თვითონ შიჰანის გორა, სადაც როგორც გითხარით უკვე იყო ქართველი სპეციალისტების ჯგუფი ჩასული და დაათვალიერეს ეს ყველაფერი და წინასწარული შედეგებიც ჰქონდათ გაკეთებული. რა თქმა უნდა, სამუშაოების დაწყება გადაწყდა დასავლეთის მხრიდან, სადაც ორი სვეტის ნაშთი ჩანდა, აი აქ ჩანს, აი ხედავთ, სვეტის ზედა ნაწილები ჩანს. და ძირითადი მიზანი აი ამ ორი სეზონის მუშაობის იყო ნარტექსის გაწმენდა და შემდეგ მისი გადაწყვეტა თუ რა მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო სამუშაოები, როგორც ხედავთ, ეს არის ცენტრალური ნავის შესასვლელი. ნარტექსის იატაკი არის მოფენილი ფლეთილი ქვით. თვითონ სვეტები ჯერჯერობით ორი სვეტი ჩანდა, ეხლა 4 სვეტია. ნარტექსის წინ უშუალოდ დასავლეთ ნაწილში. როგორც ხედავთ, აქ ბაზის გარეშე არის სვეტები დადგმული, კარგად მოსწორებულ მიწის ფენაზე ქვებით არის შემაგრებული. ამ სამუშაოების დროს ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ ეს, რასაც თქვენ ხედავთ, ეს არის 24 წელს ჩატარებული სამუშაოები. თვითონ აი ამ მცირე მონაკვეთში ეს იყო მხოლოდ ერთი ნაწილი ნარტექსის, ჩრდილოეთი ნაწილი იყო ნარტექსის, რაც მაშინ გაიწმინდა. აღმოჩნდა ფრესკის ფრაგმენტები, როგორც ხედავთ, აღმოჩნდა ასევე არაბულ წარწერიანი ფრაგმენტი, არქიტექტურული დეტალი, ამ წარწერაზე მითითებული არის ციფრი 17-16. რას უნდა ნიშნავდეს ჯერჯერობით ამისი თქმა რთულია და ამავე ფენებში აღმოჩნდა გვიან ბრინჯაოსათვის დამახასიათებელი, იორდანიის გვიან ბრინჯაოსათვის დამახასიათებელი ეს მოხატული კერამიკა, რასაც თქვენ ხედავთ, ძალიან ფართოდ გავრცელებული მასალა გახლავთ ამ რეგიონში და სავარაუდოდ ადრე რკინის ხანის საბეჭდავი. ყველაზე მთავარი რაც აქ აღმოჩნდა, ეს არის ეს წარწერა, რომელიც
უკვე მორყეულ ფენაზე იყო თიხის შელესილობაზე და თუ შეიძლება ითქვას რომ მიუსწარით რომ გადარჩენილი იყო ის დაფიქსირებულია, მაგრამ ის შენარჩუნება ვერანაირად ვერ მოხერხდა, უკვე ატკეცილი იყო ეს კედლიდან და იკითხება ეს შეუდვენ ღმერთთან ამინ. მე მინდა თქვენ იცოდეთ რომ ერთელი ეს მონაპოვარი, რასაც ჩვენ შიჰანის მთაზე პოულობთ და ვაკეთებთ, ეს მთელი ინფორმაცია მიდის გიო გაგოშიძესთან, რომელიც არის ჩემი აზრით საუკეთესო სპეციალისტი და ის სპეციალისტი, რომელიც ამ ძეგლზე უნდა მუშაობდეს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება და გიო და ყველა დანარჩენი ჩაერთვებიან ამ სამუშაოებში და მე თავისუფლად იმიტომ ვლაპარაკობ ამაზე, რომ ეს გიოს მიერ გაკეთებული დადასტურებული დასკვნა არის, ასე ვთქვათ. ეს სავალდებულო მოხსენება იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს აქვს ასეთი დადგენილება, რომ პირველივე ჩასვლისთანავე შეიძლება ითქვას, რომ გათხრები არ აქვს დამთავრებული და უნდა გააკეთო მოხსენება უკვე სამინისტროში და ეს ვალდებულება იყო, რომელიც ასე ვთქვათ, შეასრულა ჩვენმა ექსპედიციამ და ამითი როგორც ჩანს რაღაც გარკვეული ნდობა დავიმსახურეთ, იმიტომ რომ წელს აღარ უთხოვიათ, რომ გათხრების დროს უკვე შედეგები დაკეთო მაშინვე, რაც რეალურად შეუძლებელია, იმიტომ რომ მასალა ეხლა მუშავდება რეალურად. ეხლა სულიად ბუნებრივია, იმიტომ რომ სულიად განსხვავებული მასალა არის ეს, რა თქმა უნდა, რაც გავრცელებული არის იორდანიის ტერიტორიაზე, თანაც როგორც თქვენ უკვე ნახეთ, ეს მრავალფერიანი ძეგლია, როგორც ჩანს. არის ინფორმაცია, რომელიც ქალბატონ ელენეს თავის ნაშრომში აქვს გაჟღერებული იმის თაობაზე, რომ რაღაცა ქანდაკება უნდა მდგარიყო ამ ბორცვზე, რომელიც გადაიტანეს პარიზში და უნდა თარიღდებოდეს შუაბრინჯაოს ხანით. ეს ქალბატონი ელენეს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახლავთ. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ამ სამუშაოებს, ეს არის ის გეგმა, რომელიც გაკეთებული არის 2020 წელს უცხოელი სპეციალისტების მიერ, აი ვებერ კარიოტაკისი, სამაშის და მერეს გადმოტანილი და გამოყენებული აქვს ბატონ მამუკა წურწუმიას თავის ნაშრომში, რომელიც ერთი ნაწილი ეძღვნება შიჰანის მონასტრის გათხრებსაც. აქ მე თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო იმას, რომ ის მინაშენი, რომელიც დასავლეთის მხრიდან ჩანს აქ, სულ სხვაგვარად გამოიყურება გათხრების პროცესის შედეგად. ნახეთ, დააკვირდით, ეს არის გეგმა. ამ შემთხვევაში პერიმეტრი მთლიანად გაწმენდილი არის ნაგებობის პერიმეტრი და ის ნაგებობა, რომელიც იქ შუა ადგილას იყო დატალილი ნახაზე, რეალურად არის ეკვდერი, რომელიც ჩრდილოეთი კედლის გაგრძელებას წარმოადგენს. აი ეს გახლავთ ეს ეკვდერი, რომელიც ჩრდილოეთი კედლის გაგრძელებას წარმოადგენს. არაერთხელ არის დაზიანებული ეს შენობა. თვითონ ნარტექსი გადაკეთებული არის 4-ჯერ მაინც. შეცვლილი არის ყველაფერი რეალურად თავდაპირველი კონსტრუქციის აზრიდან, ამიტომ ჯერჯერობით რთულია და შესაბამისად დაზიანებული არის ეკვდერის ინტერიერის მთლიანად და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ძალიან დიდი რაოდენობით ტესერები აღმოჩნდა, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მონასტრის ინტერიერში უნდა იყოს მოზაიკური იატაკი და ესეც სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იქნება ალბათ ამ პერიოდისათვის. ეს გახლავთ ნარტექსის ჩრდილოეთი ნაწილი და შესასვლელი ეკვდერში, რასაც თქვენ ეხლა ხედავთ, აქ აღმოჩენილი სხვადასხვა პერიოდის მასალა. ანუ როგორც გითხარით, აქ შუაბრინჯაოს ადრერკინის პერიოდის მასალიდან მოყოლებული ყველა პერიოდის მასალა ჩნდება, განსაკუთრებით აი მამლუქების პერიოდის, რომელიც მოკლე დროით განისაზღვრება მოგახსენებათ იორდანიის ისტორიაში ძველი კაცრავად 1250 წლიდან 1385 წლამდე დაახლოებით მამლუქების ზეობის პერიოდი აქ ეს არის ხანა, როდესაც ეკონომიკურად დაწინაურდა ეს რეგიონი, მაგრამ შემდეგ ის ჩაანაცვლა ოტომანების იმპერიამ და 400 წლის მანძილზე იორდანიის ტერიტორიაზე აღარაფერი არ გაკეთებულა, მაგრამ ზიანდებოდა ყველაფერი, რაც მანამდე იყო გაკეთებული. ამიტომ ეს ადგილი ბევრჯერ არის დაზიანებული და ამას სხვა მიზეზებიც ჰქონდა და აქ სხვადასხვა პერიოდის მასალა არის თავმოყრილი, როგორც ხედავთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა არის ეს სვეტი, რომელიც აი მართკუთხედში არის, წითელ მართკუთხედში ჩასმული. ამ სვეტზე არის წარწერა, ორი სხვადასხვა წარწერა არის, ერთი არაბულად არის გაკეთებული და იწყება მალიქ, ანუ მეფე, მაგრამ დანარჩენი არ იკითხება და მეორე წარწერა არის გაკეთებული ლათინური ასოებით.
შესაძლოა ეს იყოს მან კარგად არაჩანს დაბოლოება იქ როგორი უნდა იყოს, მაგრამ ეს შესაძლოა არის მითითება დასახლებულ პუნქტზე, დღესაც არსებობს ეს პუნქტი სოფელი მან და არ არის გამორიცხული რომ რაღაცა კონტექსტში ეს ადგილი არის მოხსენიებული. ეხლა არაბული წარწერა რომ არის ეს სრულიად ბუნებრივი არის და გასაგებია ამ რეგიონში რომ არაბული წარწერა იყოს. რაც შეეხება ლათინურ წარწერას, ჩემი აზრით შესაძლოა მართებული არის ბატონ მამუკა წურწუმიას ვარაუდი იმის თაობაზე რომ მე-12 საუკუნის შუახანებში, როდესაც პოლიტიკური ვითარება და სამხედრო ვითარება ამ რეგიონში მთლიანად გართულდა, ქართველმა სასულიერო პირებმა საპატრონოდ შიჰანის მონასტერი გადასცეს ჰოსპიტალიერთა ორდენს, რომელმაც თავისი ფუნქცია, ასე ვთქვათ, პატრონობის, დაჭრილების პატრონობის და მოვლა-პატრონების მთლიანად შეცვალეს და საბოლოო ჯამში ეს გახდა დიდი მებრძოლი და ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ორდენი. და ეს ვარაუდი მე მგონი სწორია, იმიტომ რომ მე-13 საუკუნეში უკვე როგორც მოგეხსენებათ, შიჰანის მონასტერი აღარ მოიხსენიება. მე დამაბსდა იმისი თქმა, რომ შიჰანის მონასტერი დაარსებული არის გაბრიელ თბილელის მიერ, თბილისელი ეპისკოპოსი, რომელიც ჟურის მონასტერში გადავიდა და 1061 წელს შიჰანის მონასტერი უკვე დაარსებული ჩანს. იმ ხელნაწერების მიხედვით, რაც ქალბატონ ელენეს აქვს გაანალიზებული, როგორც ჩანს, ამ გააქტიურებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გიორგი პროხორემ, მოგეხსენებათ, გიორგი პროხორე იყო ჟურის მონასტრის უდიდესი აღმშენებელი, რომელმაც საბოლოოდ თვითონაც გადაწყვიტა შიჰანის არეალში ჩასვლა და იქვე აღესრულა არნონის ხეობაში, ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. როგორც გითხარით, ეს არაერთხელ არის დაზიანებული, გადაკეთებული, მაგალითად სამხრეთი ნავის შესასვლელი კარი მთლიანად მონგრეული იყო და გადაკეთებული იყო, მაგრამ აი ამ გათხრების პროცესში აღმოჩნდა ესეთი, ვფიქრობ, საინტერესო ნაშთები, რომელიც ალბათ ახლა სპეციალისტები ბრძანდებით და დამეთანხმებით, რომ ჯვართამაღლების სცენასთან უნდა იყოს დაკავშირებული ეს ერთი ფრთის ფრაგმენტი, ჯვრების გამოსახულება, რომელიც აქვე ნარტექსის გათხრების პროცესში აღმოჩნდა, მინის ინვენტარი, რაც ასევე დაკავშირებული უნდა იყოს სწორედ მონასტრის ფუნქციონირებასთან და ფრესკების ფრაგმენტები. და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთი წარწერა, რომელიც ასე კარგად არის შემორჩენილი, ბატონმა სულიკო კოხრეიძემის დაამუშავა, დაკონსერვებულია და შემორჩენილი და მას საშიშროება არ ემუქრება, როგორც აღმოჩნდა, ამავე მდგომარეობაში არის დაცული და ასევე იქნება კიდე ალბათ მრავალი წლის მანძილზე და როგორც ხედავთ, აქ იკითხება იოანე, ესეც ბატონ გიო გაგოშიძესთან არის შეთანხმებული და გადამოწმებული. ყველაზე ნარტექსის ყველაზე სამხრეთი ნაწილი, როგორც ხედავთ, უკვე დაუმუშავებელი ქვებით არის ამოყვანილი, გადაკეტილი არის ის გასასვლელი, რომელიც საფორტიფიკაციო სისტემის სამხრეთი ნაწილისაკენ მიემართებოდა, დასავლეთი ნაწილის შესასვლელი ნარტექსის ტერიტორიაზე ასევე რამოდენიმეჯერ არის გადაკეთებული, რასაც ახლა თქვენ ფოტოებზე ხედავთ, მაგრამ მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა სასულიერო პირებმა საპატრონოდ გადასცეს ეს ჰოსპიტალიერების ორდერს, ამ ადგილის მნიშვნელობა კიდევ განსაკუთრებული რჩება ადგილობრივ მოსახლეობაში. ახლა რასთან აგვაქვს საქმე? ეს ინფორმაცია მოწოდებული არის რობერტ ჩიკის მიერ, რომელსაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა 2019 წელს ჩასულ ჩვენ ქართველების ჯგუფთან და ძალიან დადებითი გამოხმაურება ჰქონდა ეხლაც, როდესაც შევხვდით. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აი რასაც თქვენ ხედავთ, მააბის მიწაზე არის სოფელი სახელად შიჰანი, სადაც არის საფლავი, რომელზეც სინათლე ეშვება და ხალხი ხედავს მას. ის მთაზია და ისინი ამტკიცებენ, რომ ეს მოსეს საფლავია. ღმერთმა უკეთ იცის. ანუ ჩემის აზრით ეს ინფორმაცია ხსნის მიზეზს, თუ რატომ მაინცა და მაინც შიჰანის მთაზე წავიდა გაბრიელ თბილელი, რატომ მაინცა და მაინც შიჰანის მთა მიუთითა გიორგი პროხორემ და რატომ დაარსეს ქართველებმა იქ მონასტერი, იმიტომ რომ შუა საუკუნეებში როგორც ჩანს, ეს იყო მოარული აზრი, რომ აქ უნდა ყოფილიყო მოსეს საფლავი, თუმცა კარგად არის ცნობილი, მოსე სადაც გარდაიცვალა
ნაბოს მთაზე, რომელიც არც თუ ისე შორს არის აქედან. ეხლა აქ კიდევ ერთი მომენტი არის საინტერესო შიჰან თვითონ სახელწოდება ტოპონიმის წარმოშობასთან დაკავშირებით, რომელიც როგორც მითითებული არის ბატონი მამუკას ნაშრომში, როგორც ჩანს ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის მოვლენებთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს არის მოაბის მეფის სიჰანის გამოჩენა ამ არეალში, რომელმაც არნონის ხეობა თავისი სამეფოს ჩრდილოეთ საზღვრად აქცია და რომელმაც მოსეს და ებრაელებს არ მისცა იმისი უფლება, რომ ნაბოს მთაზე გადასულიყვნენ. ნუ რა თქმა უნდა, მოსემ დაამარცხა და გაანადგურა ეს ყველაფერი, მაგრამ ამ შემთხვევაში თავარი გახლავთ ის, რომ შიჰანის სახელწოდება შეესაბამება ამ მეფის სახელწოდება სიჰანს და ეს არის ბატონი მამუკას მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომელიც მე მიაჩნია ასე, რომ მართებული უნდა იყოს. აქ არის მოტანილი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პიროვნების ალოის მოსილის ჩანაწერები, მოკლე ჩანაწერი. ალოის მოსილი, როგორც თქვენ ამ ფოტოზე თქვენ თვითონ კარგად ხედავთ, ეს იყო ის ადამიანი, რომელიც არაბებმა მიიღეს როგორც საკუთარი საზოგადოების წევრი და შეიხ მუსას უწოდებდნენ. ეს იყო დიდი პატივი, რა თქმა უნდა, მისთვის. განათლებით ეს იყო ეთნოგრაფი, ისტორიკოსი, რომელმაც აღწერა ეს რეგიონი და მათ შორის აღწერა შიჰანის პლატო. ძალიან მოკლე ინფორმაცია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ხსნის იმ არქეოლოგიურ სიტუაციას, რაც შიჰანის მთაზე არის დადასტურებული და აი რასაც ახლა თქვენ ხედავთ, კერაკის რეგიონში მუსლიმური საფლავების შესახებ. ეს არის ელ-აჯელატი ადგილობრივი ტომი პატივსცემს შიჰანს, მან ააშენა შიჰანი და იქ არის დაკრძალული და მართლაც ამ მონასტრის გარშემო არის სამარხები გამართული, ყველა სამარხი არის გაძარცული. არც ერთი სამარხი არ არის გადარჩენილი, ამიტომ იმის დადგენა თუ ვისი კუთვნილი უნდა იყოს ეს სამარხები არის მუსულმანური სამარხები თუ ქართველი სასულიერო პირების სამარხები სამწუხაროდ ალბათ ვეღარ მოხერხდება. რაღაცა გარკვეული ალბათობა არსებობს იმის, რომ სამხრეთ ნაწილში, სადაც მეტნაკლებად შემორჩენილი არის ხელუხლებლად ფენები და მიწის ზედაპირი, შეიძლება არსებობდეს კიდე სამარხები. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ იმ წყლის რეზერვუარის მშენებლობის დროს, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ახლოს არის აშენებული შიჰანის მონასტერთან, ასევე დაზიანებული და განადგურებული არის სამარხები, ქვაყუთები. ამიტომ გარკვეული ალბათობა არსებობს, რომ ეს ქვაყუთები შეიძლება აღმოსავლეთის მიმართულებითაც ვრცელდებოდეს და ამისი საშუალება თუ მოგვეცა გათხრების უკვე მერე რაღაცა კონკრეტული შემიძლება უკვე გითხრათ. ალოის მოსილის ნაშრომი ეს უარესად მნიშვნელოვანი ნაშრომი გახლავთ, ეს მისი ასე მიღება არაბების მიერ განაპირობა იმას, რომ მოსილი ფლობდა 35 დიალექტს არაბული ენის და შესაბამისად აღიარებული იქნა ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებად არაბებისათვის, თუმცა მე ეს როგორც ხშირად ხდება ხოლმე ინგლისის დაზვერვის სამსახურმა გადაიბირა და სხვა რამეებით დაავალა და ამით მე ნენელად დაიკარგა მისი სამეცნიერო მნიშვნელობა. კიდევ ერთ ნიუანს მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება, ეს არის შიჰანის მონასტრის სამხრეთით მდებარე ფერდობი, სადაც ესეთი გამოქვაბულების დიდი რაოდენობა არის მიკვლეული. ისინი საცხოვრებლად არის გამოყენებული, რიგ შემთხვევაში შესასვლელები ამოშენებული არის და იმიტომ გაჩნდა ბუნებრივი შეკითხვა, რომ ხო არ არის ის გამოქვაბულები, სადაც იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან წამოსული გიორგი პროხორე შეეფარა და აქ აღესრულა. არის ესეთი ვარაუდი, რომ მუჯიბის ხეობაში უნდა ყოფილიყო, არნონის ხეობა იგივე არის ეს, მაგრამ იქ სამუშაოების წარმოება არ მოხერხდა, ჩვენ არ შეგვიშვეს იქ ხეობაში დაზვერვების ჩასატარებლად, იმის გამო, რომ აქ იცის მოულოდნელი წყალმოვარდნები და არაერთი ჯგუფი იმსხვერპლა ადამიანების ამ წყალმოვარდნება. ამიტომ არც გასულ წელს და არც წინა წელს ჩვენ არ მოგვცეს იმის უფლება, რომ ჩავსულიყავით და შეგვემოწმებინა გამოქვაბულების არსებობა, თუმცა 2000 წელს აქ არის ჩატარებული სამუშაოები და გარკვეული რაოდენობის გამოქვაბულები არის აღმოჩენილი, მაგრამ ეს უკვე არის ის ტერიტორია, რომელიც ახლო არის მკვდარ ზღვასთან და არა შიჰანის მონასტერთან. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ აი ამ არსებული გამოქვაბულებიდან რომელიმე იყო გამოყენებული სწორედ
ქართველი სასულიერო პირების მიერ. ეს არის ამიტომ სადე მეჩვენებინა თუ ამ მოკლე დროში რა გაკეთდა, როგორც გითხარით, მხოლოდ ნარტექსი არის ახლა გაწმენდილი, გასუფთავებული და შემდგომი სამუშაოები დაგეგმილი არის სამხრეთის კარიბჭის მიმართულებით, რადგან ეს დაზიანებულია უკვე სამხრეთი, უკაცრავად სამხრეთი ნავის შესასვლელი დაზიანებულია და გახსნილია, ასე ვთქვა და ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ თუ ამის საშუალება მოგვექცა და შეწყდა ომი, გავაგრძელოთ სამუშაოები ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლიერება არ შემიძლია გამოვხატო საქართველოს კულტურის სამინისტროს მიმართ, რომელიც შეუზღუდავად აფინანსებს ამ სამუშაოებს და ძალიან დიდი ინტერესი არის შიანის მონასტრის გათხრების მიმართ, ასევე ძალიან დიდი და კეთილგანწყობით ხვდება ამ სამუშაოებს იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტი და ისინი ყველანაირ მხარს უჭერენ ამ სამუშაოების დაწყებას და უფრო მეტიც ისინი ისევე როგორც ჩვენი საელჩო იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში გთხოვს რომ ეს სამუშაოები გაგრძელდეს არა ერთი თვის მანძილზე და არა თქვათ 30 დღის მანძილზე, არამედ 3-4 თვის მანძილზე, რაც შეუძლებელია რეალურად ამის გაკეთება სრულიად გამორიცხულია. ასევე ჩვენი უნივერსიტეტი, ჩვენი სტუდენტებით და არ შეიძლება ძალკე არ აღნიშნო და დიდი მადლობით არ მოიხსენიო იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს კერაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰუმუდის მკვიდრი ხალილ ჰითანის ოჯახი და უნდა გითხრათ ეს აუცილებლად ხაზგასმით უნდა ვთქვა რომ რა ჩვენ ბინისკი რა გადავუხადეთ ორი იმდენი დაგვახარჯა ამ კაცმა ეს არაჩვეულებრივი კეთილგანწყობილი ხალხია და რაც თავარია ეს არის ქრისტიანული სოფელი სადაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ყოფნა იქ ქართველების ყოფნა საზოგადოდ და ქართული საქმის კეთება და ქრისტიანული საქმის კეთება ეს არის საკონსერვაციო სამუშაოები რომელიც გაკეთებული არის ჩვენი ექსპედიციის წევრების ერთი ნაწილი გრძანდება მათი ხელით არის ეს ყველაფერი გაკეთებული და რაც მთავარია დაცული არის და უზრუნველყოფილი არის იმ მოკლე წარწერის გადარჩენა რომელიც თქვენ უკვე ნახეთ დიდი მადლობა ყურადღებისათვის. დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ საინტერესო მოსმენებისთვის და ისინი მიმართავ თავის საზოგადოებას ვინაიდან გამოთქვას სურვილი აზრისა ბატონო გიორგი აბას რამიც მეორე ნახევარში რომ დავშევიდე საერთოდ გავჭერდები. ძალიან საინტერესო მოხსენება არის და ძალიან საინტერესო ძეგლი არის, რომელიც წარმოგვიდგინა ბატონო ვახტანგ. რა ჩემი კითხვა ეხება თქვენ ბატონო ვახტანგ მიჩვენეთ გეგმა ამ მონასტრის და ადრე გათხრილი იყო ვინმე კითხვით რომ უცხოელების ის არის მაგრამ ეხლა რაც იყო ფოტოები თითქოს მთლიანად დაფარული არის არ ჩანს არაფერი ხო აი რა იმაზე არის ეს რაზე გათხრილი არ არის გათხრილი არის ძარცველების მიერ აქტიურად იძარცვება ეს მონასტერი ეს შენობა მე სხვა რამესაც მოგახსენებ ეს ბორცვზე არის მხოლოდ ეს ერთი შენობა ეს ერთი ტაძარი მაგრამ ჩემის აზრით მონასტერი არის ქვემოთ 2 კილომეტრში მდებარე სოფელში იქ არის აუარებელი ნაგებობები აი ეს დიდი სამონასტრო კომპლექსი არის იმ სოფელში და იმ სოფლის მოსახლეობა როცა ისინი თავისუფლები არიან ოჯახური საქმიანობისაგან მიდიან და თხრიან ერთ-ერთი თვითონ მოვიდა და გვითხრა რომ აი გაჩვენებთ რა არის მოპოვებული ამას არ ერიდებიან იმიტომ რომ არავინ არ უშლის ამ გათხრებს და დავათვალიერეთ და მასალა არის არაჩვეულებრივი შეგროვილი ძირითადად იყო ნუმიზმატიკური მასალა ათენური ტეტრადრახმებიდან დაწყებული ოტომანების მონეტებით დამთავრებული ანუ ყველაფერი ამ ძირსამკაული მონეტები ანუ ახლა კერამიკას ისინი არ აგროვებენ ბუნებრივია მაგრამ აი ძვირფასი რაც არის შეგროვებული და ყველა ოჯახში არის ეს ამიტომ ეს ძეგლი ზიანდებოდა მუდმივად როგორც გითხარით ყველა სამარხი არის გაძარცული სამხრეთ აღმოსავლეთი კუთხე ჩაჭრილი არის იატაკამდე ვერ ჩავიდნენ, მაგრამ ჩაჭრილი არის ის და
ანუ მცდელობა არის კიდევ ერთი გაძარცვის და გადაკეთების პერიოდი რაც ხდებოდა ისტორიულად, ეს თქვენ თვითონაც ნახეთ რა მუდმივად აზიანებდა აქაურობას, ასე რომ გაჩვენებთ ახლა კიდევ ერთხელ ამ გეგმას უფრო ნათელი იქნება. აი ნახეთ ეს არის 2020 წელს გაკეთებული სხვა სპეციალისტების მიერ გაკეთებული იმათ აღრიცხეს ამ რეგიონში არსებული ძეგლები. ისე უნდა გითხრათ, რომ ეს რეგიონი, ანუ მკვდარი ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი შიჰანის მონასტრამდე როგორღაც მიტოვებული არის არქეოლოგების მიერ. იქ მე-20 საუკუნის შუახანებში რო ჩატარდა სამუშაოები, რაღაცნაირად დარჩა ის სამუშაოები გაუარებელი მასალა იქნა მოპოვებული, რომელიც გადანაწილდა მერე შეერთებული შტატების სხვადასხვა მუზეუმში და უნივერსიტეტში და მცირე ნაწილია დარჩენილი თვითონ ამანში, იორდანის დედაქალაქში. ძალიან მცირე ნაწილი და ესე უყურადღებოდ იყო მიტოვებული. ამიტომ ძირითადად მძარცველების ხელში იყო ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო სამწუხაროდ. ეს არის ის გეგმა, რაც იმად გააკეთეს და ეს არის ის გეგმა, რაც უკვე ინერტული მასალის აღების შემდეგ, აქ ჩვენ გათხრები არც ჩვენ ჩაგვიტარებია ზემოთ, ხელი არ გვიხლია, მხოლოდ მოვაშორეთ ინერტული მასა, რომელიც აქ სხვადასხვა პერიოდში არის დაგროვებული. ეს ადგილი მეორე მსოფლიო ომის დროს გამოყენებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემების ასაგებად, ამიტომ ნარტექსის წინ ჩაჭრილია უზარმაზარი ორმო, დაზიანებული ბეტონის ფილები ყრია იმისთან, რომელიც ვერ დავძარით, ვერ გავიტანეთ ჯერჯერობით და ასე შემდეგ. რაღაცნაირად უპატრონოთ იყო მიტოვებული მთლიანად ეს, თუმცა კერაკის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის ეს. კერაკის მუნიციპალიტეტში არის სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის ფილიალი, რომლის ვალდებულებაც არის პატრონობა აქაური ძეგლების, მაგრამ რამდენადაც გაირკვა, ახლა თვეში ერთხელ გაივლიან მანქანით და ამითი დამთავრდა. ანუ ეხლაც გაგრძელდება ეს სამწუხაროდ ეს სამუშაოები, თუმცა ჩვენ გაგვიმართლა და როგორც იქნა მივაღწიეთ იმას, რომ დანიშნეს დარაჯი. ეს დარაჯი, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ, ყველა ჩვენთაგანი ექსპედიცია, რომელიც ისედაც ინტენსიურად მოდიოდა და იქ თავის ძმასთან ერთად, თავის სოფლელებთან ერთად, უნდა გითხრათ, ძალიან დიდ ყურადღებას იჩენდნენ და ეხლა სანამ ჩვენ ვიყავით იქ ხელი არაფერს უხლიათ და ის შეგვირდა ის კაცი, რომ ის უპატრონებს აქაურობას და ის ჰაშემიტური სამეფოს სიძველეთა დეპარტამენტმა როგორც იქნა მიიღო ეს გადაწყვეტილება და იმედი ვიქონიოთ, რომ არ დაზიანდება ყოველ შემთხვევაში ნაგებობა ქართული რაც არის არ დაზიანდება. სვეტებზე არაბული წარწერები არის, ხო? ეს როდინდელია, გვიანდელი წარწერები არის, რა თუ ამ ტაძრის ფუნქციონირების დროინდელი. ტაძრის ფუნქციონირების შემდეგი პერიოდი. კი, რა თქმა უნდა, შემდგომი. აქ საოცარი ის არის, რომ ეს ქართული წარწერა შემორჩა, როცა ამდენი კატაკლიზმები იყო, ამდენი ხალხი ტრიალებდა. როდესაც დაკარგა თავიანთი ფუნქცია და ხო, არ ვიცი, საბედნიეროდ გადარჩა, იმიტომ რომ არც არაბებმა და არც ჰოსპიტალიერებმა იმას ხელი არ ახლეს. შეიძლება არც მიიჩნიეს არაფრად, იმიტომ რომ ნაპრალებს შორის არის და მიიჩნიეს როგორც ნაპრალი და არავის უფიქრებდა. ქრისტიანული მოსახლეობა არაბები ცხოვრობდნენ. აი ამათი ქრისტიანობა ძველი იმიდანვე მოდის თუ გვიან არიან გაქრისტიანებული ეს არაბები. აი ეს როცა ფუნქციონირებდა, მაშინაც ეს მოსახლეობა, არაბული მოსახლეობა ქრისტიანი იქნებოდა, ხო? ეს რთული მაგის არანაირი დოკუმენტი სამწუხაროდ არ არსებობს. შეიძლება ჯერ არ მაქვს მე ხელთ მე-11 საუკუნიდან მოდის ეს ქრისტიანობა თუ მანამდე იყო. იქ არის ადრე ბიზანტიური პერიოდის ნაშთები საეკლესიო სასულიერო მოღვაწეობის იქ არის ქართველებამდე არის ეს. და განსაკუთრებით მადიმუჯიბის ხეობაში როგორც გითხარით, სადაც ჩვენ არ ჩაგვიშვეს, მაგრამ როცა იქ ჩატარდა სამუშაოები, თავის დროზე აღრიცხული არის ეს ქრისტიანული ჯვრების გამოსახულებები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ტრადიცია როგორც ჩანს არსებობდა და თვითონ ახლა ამ სოფელში ეს ქრისტიანული მოსახლეობა რამდენად და როდის იყრიდა თავს, რთული სათქმელია.
მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ შეკითხვებისათვის. კიდევ იმეს ხარსურს ბოდიშს ერთ პატარა კითხვას გისდავსა ორივე წარსული რამეთორმეტეთი დაათარიღა ბატონმა გიორგი მე-11 საუკუნე დიახ მე-11 საუკუნეა ორივე უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ ვახტანგს ორი შესანიშნავი ექსპედიციის ანგარიშების წარმოდგენისათვის. ჩემი შეკითხვა ეხება მეორე პრეზენტაციის თემატიკას, კერძოდ არქეოლოგიურ მონაპოვარს. ბატონო ვახტანგ, როგორ რეგულირდება ეს ჰაშემიტური სამეფოს კანონმდებლობის მიხედვით, ან როგორ არის დაგეგმილი, რა ბედი ეწევა არქეოლოგიურ მასალას? და ასევე ამ არქეოლოგიური მასალის დამუშავება, ეხლა ცხადია, რომ ჯერ ცოტა რაოდენობით არის, შემდეგში ეს რაოდენობა მოიმატებს. ეს მასალა ადგილზე უნდა დამუშავდეს სამეფოსში, თუ შესაძლებელია გარკვეული მასალის საქართველოში წარმოება, დამუშავება, მერე უკან დაბრუნება და ასევე საბოლოო ჯამში საკუთრება მისი შენახვა, დაცვა და შესაძლო ექსპოზიციაც. მადლობა შეკითხვისათვის, ეს აუცილებელი ინფორმაცია, რაც თქვენ ბრძანეთ. ეს ურთიერთობები რეგულირდება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არსებული ბრძანებულებით, რომლის საფუძველზეც გაიცემა არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვები იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში. ვალდებულება არის ასეთი, რომ ეს მასალა რაც არის მოპოვებული, ყველაფერი მე ნაწილი გაჩვენეთ, იქ საკმაო რაოდენობით არის მასალა, საკმარისზე მეტი მასალა არის მოპოვებული. ეს მიდის კერაკის მუზეუმში. კერაკის მუზეუმი განლაგებული არის უზარმაზარი ციხესიმაგრის ტერიტორიაზე. ეს უზარმაზარი ციხის ტერიტორია მართლა უზარმაზარი ტერიტორია, იმიტომ რომ არნახული მასშტაბის ნაგებობა გახლავთ, განსაკუთრებით აქტიურად შეკეთებული, გადაკეთებული და გაზრდილი ოტომანების პერიოდშია. ხა ოტომანებს როგორც გითხარით, ეკონომიკაში, იორდანიის ეკონომიკაში არაფერი არ გაუკეთებიათ, სიახლე არ შეუტანიათ, მაგრამ სასიმაგრო ნაგებობები ნამდვილად არაჩვეულებრივია აშენეს, უდად წარმოუდგენელი მასშტაბის შენობებია და იქ არის საკმარისი ფართობი იმისათვის, რომ მასალა იქნას დაცული. ეს მასალა არის რეგისტრირებული ყველაფერი, გარეგისტრირებული არის, აღწერილი არის ეს მასალა, გადაღებულია ყველაფერი, შედგენილია შესაბამისი დოკუმენტი და ჩაბარებული არის კერაკის მუზეუმში. ამ მასალის საქართველოში წამოღება არის გამორიცხული, რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენ იძულებული ვიქნებით ჩავიდეთ იორდანიაში და ადგილზე ვიმუშაოთ. ახლა ამას გარკვეული პლუსებიც აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ამანში, როგორც გითხარით, ამერიკის სამეცნიერო ცენტრში არის ბიბლიოთეკა, სადაც არის თავმოყრილი ლიტერატურა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ეს მასალა დამუშავოთ. ეს ახლა სხვაგან ამ მასალის ლიტერატურის მოძიება ძალიან გართულდება, ასე რომ ეს კიდე ცალკე სამუშაო იქნება, ჩასვლა იქ და კერაკის მუზეუმში დაჯდომა იმისათვის, რომ მთლიანად გაკეთდეს ეს მასალა. შესწავლილი რომ იქნას. დიდი მადლობა. კონკრეტული აღარჩა, ანუ ახლა ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ, ყველა თქვენთაგანს.